ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ მეგობრებო, ახლა გავწერება კარგი ხარ. გამარჯობათ. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვით ერთ ვიდეო გადავიღოთ ღამით, იმიტომ დღისით ისე ცხელოდა, რომ არ ჭამის თავი ქონდა, არც ხალიში და არც არაფერი. ეხლა მოგრილდა მშვენიერ ბუნებაში ვართ, სოფელ სასირეთში. მაგარი ბუნება. და რაღაცა მინდა გითხრათ რა. აი ესეთი მოწყობილობა, ოღონდ არ ვიცი, ჯერ არ გაგვიხსნია. ეს არის იმბაბაზე ნაყიდი. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ამ იმბაბას იმას რა ქვია, დავდებ ლინკს ვიდეოს აღწერაში. ხო და რა მინდა ახლა თქვა ამ იმბაბასთან დაკავშირებით. თემუზე გაცილებით იაფია. შედით დარეგისტრირდით. თემუზე თუ 45-ზე ნაკლებს ვერ იყიდი, იქ შეგიძლიათ რომ ლარიანი რაღაცა იყიდოთ. შედით ფასები ნახეთ, დარეგისტრირდით, გაოცდებით ისეთი ფასები. მეც გაოცე, არ ჯერ უნდა. ხო და ეს არის იქიდან ჩამოტანილი. ეხლა ამას ავაწყობთ. ეხლა რას გავაკეთებთ რა? არის აი ეგეთი ფირმა, უყურეთ. აწერია გორის ხიზილალა. და აქ აწერია ორაგულის წითელი ხიზილალა. დავადა. გორში საშენები აქვთ. აი ამ კომპანიას, ნახეთ, მე ამ კომპანიის აღწერას დავდებ. ვიდეოში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ხიზილალა. ეს ნატურალური ხიზილალაა ორაგულის. და ერთი დიდი ორაგულიც გვითავაზა რა. არის კიდე აი ესეთი კომპანია. ბატონო დავით გაიწიე რა. ნეტო რა? ნეტო არის წონა. თბილისის გასასვლელში დგა. შეშა იყიდება. ეხლა არა თქვათ რომ აი შეშა როგორ იყიდება საქართველოს ჯერ იყიდება ზუსტად რომ გამომშალი შეშაა და აი ეხლა ქარხნულად ამზადება. მოდი ეხლა ვნახოთ USA to Georgia. კითხვა მაქვს. რა კითხვა? აქედან ჩანს ეს ხომაყალი ჩანს. ეს მაყალი არ არის. გავხსნა და ვნახოთ, მეც არ ვიცი რა. ხო და ამან არ ვიცი, მეთქი რაღაცა ფუნდამენტალური კითხვა უნდა დაგესვა, რომ მთელი კაცობრიობის პასუხი გამეცა. მაგრამ შენ რა თუნდაც გადაწყვიტე რომ გავხსნა. მე ვიძახდი რომ მოდი არ გავხსნათ მეთქი. ისე ძიმე კია რაღაცა და აქედანაც უნდა. მაიცა კაცო, მაიცა დანამაკ. ამოიღე. ეს რაღაცა შენი დავოტრი, ახლა რაღაც. აი. მოდი ეს რაღაც სეგმენტებად არის დაშლილი. ბატონო დავით, ამას ავწევდე გამოცალე. ახლა ნუჩქარო ფარაუშავს მენჭირება არ არის ძალიან ჯარში მავორდი შემნე ხოლმე და კიდე ეს აი ეს რაღაცები არის მაგარი თუნუქი არ არის რა რაღაცა ეს ჰაერია ქონი პარავოზია ბატონო დავით ეს რაღა არ ვიცი ისე რუჭკებია მაგრამ რუჭკებს არ არის. აბა იმაში ნახე ერთი რუჭკებს არ ვინო კი არ არის. ინსტრუქცია არ არის, თქო. ინსტრუქცია თუ არ არის, აბა ვერ ავაწყობ. ბარბეკიუ ქვია. აი. პაწყო მალე. ამაზე ერთი ანეკდოტი მომაყობდა. ანეკდოტი კი ერთი ყვებოდა კახეთში კაცო. თელავის შესასვლელში კაცი მჯდარა და თურმე შიბაქებს აყიდის. მოსულა ქალი. ეუბნება პატარა შიბაქიო. გამოუღო მეორე ხე გზომების მეხეთა რა გააჩნევი ქალისთვის უნდა კაცისთვის აკეთი კი და პატარა და ბოლოს ეს გამწარებულა და ეგ ხალბატონო ემანდო ისაუ რა ქვია ჟოლოპის მუხლი გდიაო და ეგ წაიღე დიდია ეგ არის. ეხლა ეს მომაგონდა. მოგლით გვეშვი ხო? ისო. საერთოდ ეგეთი ნათქვამია ქართველმა თუ ინსტრუქციის კითხვა დაიწყო, ესე იგი ძალიან მაგრა გაუჭირდაო და ჩვენ მოდი იაპონური გზის წავიდეთ და დავიწყოთ ამისი აწყობა. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ არ მოყვა არაფერი და კიდე კაი ტყეში არა ვართ. მოკლედ ბატონო დავით, ახლა ინსტრუმენტები მოვიტანოთ და რა, არის რამე ინსტრუმენტი? არა, ყუთი. აი.
ამოდენა 5 იყო. აბა ვნახოთ ეს რა. განა მომაწოდე? ვიღეთ. ბიჭო, შეიძლება წითელ პარავს გევდე ვერაწყოთ. ნახე რამდენი ნაწილები. კი, მაინც. ეხლა არაფრის დაკარგვა შეიძლება ბატონო დავით. რამე მოვასულთავ ადგილიდან. ორბლები ხო გითხარი რაღაცა. მატარებელია მეთქი. მოკლედ მეგობრებო. ეხლა მზე ვეღარ ჩავა, იმიტომ რომ ბნელა იცედას და მოდი დავდგებით რამე ხალხის ავაწყოთ. თან აქვს შია, ხო და? მოკლედ ავაწყოთ. ტემპერატურის გასაზომიერს, ხო? კაი, დადე. ეხლა ჩვენ ამას ავაწყოთ. ეს ამას გაყურებინოთ, შეიძლება ნერვები მოგეშალოთ. არ ჩვენა გვაქვს ეხლა მაგის ისა. იშტა რო ვიღაცებმა გვაგინონ, დასაკეთებთ. ამას ავაწყობთ და მე აი მორაგულს გაჩვენ და შევწოთ. ვანოში გათიშ. მოკლედ აი ესეთი რაღაცა ხდება რა. ეს მგონი ეს ამისია. აი ზემოდან ესეთი რაღაც უკეთება, რომ გაიღოს აქედან ბოლი. რო აკონტროლოთ რა, თუ გინდა გადაკეთოთ, მაგრამ კარგია გაკეთებული. მოკლედ ეს თუ იყიდეთ, არ მოყვება არანაირი ხელსაწყო. მაგრამ ეხლა სახში ერთი ესეთი რაღაცა გინდა და ფიგურული ატვირკა. ატვირკა რა ქანცაჭირი. და ახლა მივადგები ბოლომდე ავწყო და ავაგუგუნოთ ერთი აი იმ შეშით. ნახოთ აბა რა გამოვა. მოკლედ ავაწყეთ. და ახლა ნახე როგორი სიტუაცია. აქ უნდა ჩაინთოს ცეცხლი. მე აქედან ღია კამერაა. აქედან ცხელი ჰაერი გავა აქ. ცოტა კი ვიწოლე ზოგი რაღაც სწორი ვერ გავაღე, ბოლოს მივხვდით. აქ არის ბადე. და მე აქედან გადის ცხელი ჰაერი. დაახურე ახლა ნახე. აქედან არეგულირებთ ამას გვერდზე გასაღები. ეს პინბაბაზე იყიდება რა, რა ვიცი. თბილისში რო ეს იყიდოთ, ალბათ გვიძლი უნდა გაყიდოთ თირკმელი და იქ ძვირი არ არის. ამისი და ისიც აქ ტემპერატურა. ხო, ამის მე ლინკს პინბაბაზე. რა ღირდა და როგორ აღირდა დავდებ შედით ნახეთ. ქვემოთ ვიდეოს აღწერაში რა. ეხლა ბატონო დავით, მოდი ცეცხლი დავანთოთ. დავანთოთ. და გამოწოცავით, მომიცეგა. ეს ჩვენი დამზადებული ეღობა. რატო ეღობა? კენონი. ეს მოუჭირე. არა, რა მოუჭირე. გამოწი. მე წავიდე. კაში წავიდე. შენ წავიდე, რა შენ დავწვიტო. სიმინდი ისე მალე ეკიდება. სიმინდი. ეს სიმინდი არა. სიმინდის იმათ რა. ამას ქვია. გაპარსულ სიმინდის. რა, ნაკურჩალს ეძახიან თუ რაღაცას. და აი ეხლა ესა ნაკურჩალს რო დადებს, ბატონ დავით იგაღი. ესეც აი ბოლი უყდა. ბოლვა უყდა. არა, ის გააღი, ეგ დახურე. ის გააღი. აბა ვნახოთ რა სიცავს. რას აკეთებ? აგე. აი? მატარებელი. ჩვენი მატარებელი აგუგუნდა. მოკლედ. ეხლა ეს დავქოქეთ. ისო ნაკურჩხალს დადებს, აი ეს არყის ხია, ხედავ ზემოდან. ხო. ამით იხდიან რა? საიდან არის შემტანილი, ჰა? ამით იხდიან რა? ეს ჩვენი დანაა ეს, აი. იარბაზე იყიდება. ჩვენი შემოქმედების ჯგუფი. თან რაღაცა კაი ნაკურჩხალია ხო რა? ხო ნახეთ ეს სადაც. რა კაი სახე. ამას მაგრა უნდა მოეკიდოს, ხარხუნად არის გამომშრალიო. მოდი ჯერ ესე იყოს, რო? პატარა. კაი. ამას ცეცხლი მოეკიდოს, მე ნელა გამოწოთ. ეხლა წავიდეთ ბატონო დავით და ჩვენი დიდი თევზიც მოვიტანოთ. კაი. დახურე. წამო, არა, ესე იყოს, რომ ცეცხლი მოეკიდოს და მე რაღაცას ვიზავთ. კაი, წავით. აი დიდი თევზი. მოგრედ მეგობრებო.
ის როგორც იქნა ავაწყეთ და დავქოქეთ და ცეცხლი მოუკიდეთ. ეხლა ნელა ცხელდება. და მანდ ორი ვარიანტი გვაქვს. ეს არის აი თავი მოდი რა შენ შეჭამთავს რამე რო იყოს. ეს რა თევზია? ესა ორაგულია. მოდი ეს ყატას ამას როგორც ვიცი ფხები არა. ორაგულს? ეხლა ერთ რამეს გეტყვი რა. არც ერთ დიდ თევზს ფხა არ აქვს. თუ დიდია რა. ნუ ძვალივით არის და წვრილმა მერე ფხა აქვს. ეხლა ამას ორი ვარიანტი ქონდა რა. ერთი რო ჩაგველაგებინა და ზემოდან ფოლგა გადაგვეფარებინა. მაგრამ ის არ გამომიყენებია და იქ ინსტრუქციაში ვნახე და მე რაღაცი ამის მომზადების წესი რომ ზემოდან არაფერში არ შეფუთოთო ცეცხლმა უაროსო ზემოდანო ესეო რა რომ შებოლვის ამბავში ბოლის გემოც ქონდას. ეხლა ამას რა უნდა? და თევზე ხიზილალას დაყოლება არ ვიცი, მაგრამ თვითონ ეს გორის მე გავხსნით თქვენ. თუ უნდა გახსნა? არა შვილო, საახალწლოდ შევინახოთ, უნდა რა უნდა უკნა კაცო. უბრალოდ ეხლა ხوار გავს. ეხლა ამას მარილს მოვაყრი. ესე ძალიანაც ნუ გაერთობით მარილით. ლიმონი უნდა ხო? ლიმონი უნდა. რამდენი წამოვიდა? ლიმონი დავაწყოთ ესე. აი ესე დავალაგოთ, რა გინდა? მიდი და. მეთქი უნდა და იმას დაასხა. მარტო ამაზე თუ ამაზე? ამაზეც თუ იმაზე? დაალაგე, ორივე ჩავდოთ. წესთან ჩაეტიოს რა. ჩაეტიო. რო გაკეთდება ესა. მერე უნდა სოიუს სოს მაისა ბატონო დავით ერთსამთ. მე იქიდან? აი მე მაიც. ეხლა შუქი უნდა წამოყვეს როგორღაც რა. ძალიან ცუდად გიჭირავდა. ვერ წაია. ეგ გადააფარე. ცუდად არა, უშუალოდ. აი ეგ. აი. ჩემი ცოდო დაედოს ვინც ესე დამტანჯა. აი. მოდი, მოდი. მოკლედ ეს შორს არ უნდა გავაკეთოთ რა. ესე. თხილად. ოჩ. რა. თვალე. რა იყო რაც? თვალე. ესე. მოკლედ ცოტა მჭედრული საქმეც უნდა გესმოდეთ, როცა ამას აკეთებთ. წადი კიდე ლიმონი მოიტანე ბატონ დავით. ესე. თხილად უნდა იყოთ რა. კალამაზროები დავაფარებ. ორ ცალს წამოვიდე. მოიტან ლიმონი? ორი ცალი? ხო, რავი, მომეცი რა. ორე. ამის ახდა როგორ ხდება ესე არ დგები და არ იმიტომ რომ ცეცხლი დაგარტყავს სახეში, რას დაგები? აქედან? აი დგები აქედან, მოკიდე ხელი და ახდი. არაფერი არ მოხდა. ხედავ? აი ეს. ეხლა დააფარე. ეგრე. ეს გავუხსნათ. არა, არ გავუხსნა. პირიქით დავუკეთე. არა, კაი, დაანებე თავი. ეს. და ეხლა მოდი, აი რა გავაკეთოთ, იცი, აქედან ჟანგბადის მიწოდებაც შეუზღუდოთ. იმიტომ რომ გიჟივი ცეცხლი როცა აგე ტემპერატურა აიწია ძალიან. თევზს დაგვიწევს. ეს პატარაზე დავუკეთოთ და რა ხდება, იცი, თვითონ შებოლის პროცესი. რა მე კაი პროფესიონალთან ვლაპარაკობ, კიდე ერთხელ ვძახი, აი ესეთ მოწყობილობასთან მე საქმე არ ამქონია. პირველად ამაკ. ნუ ხელთათმანები აღარ დამჭირდება. მადლობა USA თუ ჯორჯიას, ხო პიმბაბაზე ეს ნაყიდი და ნახეთ რა. აი ესეც ეგრე ხდება ბატონ და თუყური, ამას ხელს მოკიდებ და ესე ახდი. ნახე რა. არყის ხელს, მაგრამ მოეკიდა ცეცხლი. თვალში კი მეც. მოკლედ ეხლა ცეცხლი ეს ახო, რა ქვია. თევზი ხორცი არ არის, დიდი ხანია უნდა. 12 წუთით. მით უმეტეს ესეთ გარემოში რა, მას ავხვდით, იქ ვნახავთ ტემპერატურა რამდენია. სუეთი ორჯერ უნდა ახდა რა. დანარჩენი რო გაკეთდება, მე ამოვიყოთ ბატონო დავით და თეთრ ღვინოსთან ერთად მაშარაფ ის რა ქვია, სოიუსის მოვაწუწოთ ზემოდან და ჭამოთ. მე მაინტერესებს ძალიან რა ვიცი. ესეთ რამაში არ გავკეთები არა. ბატონო დავით, დადაგა ჟამი, ჭეშმარიტების მაიც. დაიწია.
აქ ამას რო აკეთე ბატონო დავით, რაღაც ცოტა მემანქანეც უნდა იყო ალბათ რა. ავხადო. მიდი აბა. აი. როგორ გამოიყურება? შებოლილი. კაი. ეხლა ეს თევზი არის გორში გაზდილი. გორელია? არა, გორილია, მოსადაულია. ვაშლებში. ჰა? ვაშლებზეა გაზდილი. ეგორელე არ გაიგო თორე გაგავაშლებაში. ლიმონები მე აუ დაიშო. იჯო ეს რა. მოიცა. თევზი. შუაზე გაჭერი. აი დანა მომიტანი ბატონო დავით. აიუ. წვენი გაუშვა. ძალიან სერიოზული რა. აჰა. ხემალი გადავტეხოთ აქ. აი. ძალიან უძერად ეს. თევზის აი ეს არ მიყვარს რა, რომ დაიშლება ხოლმე უშნოთ რა. გავაცალ. საჭმელად კაია. ჰა? საჭმელად კაია. საჭმელად. ეხლა მეს გეტყვი, ხაშლამასა ჯობია? არ ვიცი. რო არიცი მე ვიცი. კაი. არა ჯობია. არა ჯობია. არც ერთი საჭმელი არა ჯობია ხაშლამას. თათალი. კახელმა ვეგეტარიანებმა შეკრება ჩაატარეს და გამოაცხადა ხაშლამა მცენარეაო და ჭამა დაუწეს. შენაზე არა ხარ. ხაშლამა ხორცისგან არა? ხაშლამა არის საქონლის ხორცი მოხარშული. და მოკლედ. მოკლედ პრეზენტაბელური სახე დაკარგა. მაგრამ ჩვენ რახან რესტორანში არა ვართ და არც მიმტანები. ესეც ძალიან გემრიელ თავჭამთ. მაიცა ხოც? არა, იქით გადავარდა რამის. თლიანი ლიმონი ხო გვაქვს? კი. არა, შებოლილი ლიმონი მაინტერესებს. შებოლილი არა, შემწვარია უკვე. შემწვარ შებოლილი ლიმონი. დაიცა ხორცი არ დაგჭირს. ამ ხუმრობაში ყოჩაღ რა გორის იმას რა ქვია. ვა, აბოდერა, თევს სადაც დიან. დანა წამოაყოლე. დანა წამოაყოლე, დანა. აჰა. ორჯერ. აი ერთი ზომი. ეგრე არ უნდა. აჰა. აი ეს უნდა აცალოჯე. ეს. ოღონდ ეს უნდა მოაჭრე. მოგენ თელ დანაღმული ყოფილა რა. მოკლედ ოი. ეს ჩავა, ხო სითხია. მე გაიგეთ ერთი ლიმონიც მოიტანე მიდი. მიდი, მთლიანი. ეხლათ ნახეთ რა, ამას რომ მოასხავთ ზემოდან. ცოტა ხანი აცადე, თევს არ უყვარს პირდაპირ ცხელზე რომ დაიწყოთ ჭამა. იმიტომ რომ თავი როგორ შეცივდება თევზი. თავის გემოებს მერე ჭეშმარიტ გემოებს გამოავლენს რა. ამიტომ რო ამოიღებთ. აცადე ცოტა ხანი და ლიმონი და აი ეს მოასხით. აი ამით გაიმშრალე რა. ეს რა არის? ვანო, საიდან ჩვენმა ძმაკაცმა ჩამოიტანა და საიდან ჩამოიტანა? საბჭოთა კავშირიდან? ხელსახეთი. აი თუმნიანი რა იყო, კაცო ბეჭი რა მოიგო. ჰა? აი ნათლარიანი როგორ ათმანეთიანი როგორ გამოიყურებოდა ნახე. მოკლედ რა ოხრები ხართ რა მოიტაკა. ეს აი ხლა აი ამ ყველაფერს უნდა ესეთი რამე. ლიმონი მასქენი. არა, ლიმონი ის შემწვარი სხვა არის. ეხლა უნდა წვენი ჩავიდეს ამაში. ეს. კაი. ეხლა ბატონო დავით ეს თო გაჩინეს და მაგ ესეთი ღვინო ქვია კაკაბელო. და იმ კაკაბელოზე მე გადაღებული მაქვს ვიდეო.
უბრალოდ გადავიღებ და მაგ ვიდეოს დავდებ რა. სადაც კაკაბეთში ისხმევა ეს ღვინო, აი სასირეთში არ ავსო სასიეთის ღვინოს, ვსვავ კაკაბეთის ღვინოს. კაკაბეთშიც მაკაცები მყავს. დავაბეჭდინეს მე. ო, არა, კაკაბეთში მაგარი ამბებია. ბატონო დავით. აბა 10 თუმნიანი მანა. 10 თუმნიანი არ არსებობს. აბა ეს რა? 10 თუმნიანი როგორ არ არსებობს? 10 თუმნიანი ასმანეთი. 10. 10 რა მე? რუბლი. რუბლი არის რუსული ფული. 10 რამდენია? 10. აჰა. და მოგლეთ ჩემი ეს არის ეს ახატია. აია. ვერა? გრიჟა ჩამომიჭრა. ვერა. ეს უნდა იმასქნა ეს. მაიც. როგორ? არა, ეს უნდა შევცვალოთ რა. გაფუჭებულია. გატყდა ის ჩამოვარდა. არა, უშავს. არა, აუქნა მოწ. რა იყო? შენი დედავადი. ფიზიკა და ამო. ო. ხელჩაც ამოიღებ უკვე. აი. სულ გადავასხა. მამა. ეს იცი რა არის ბატონო დავით? ეხლა რა ხდება იმ წუთში? სასირეთში შეხვდნენ ერთმანეთს. გორის თევზი. ორაგული და სასირეთის მაგიდა. კაკაბეთის, ანუ კახეთის ღვინო. ეხლა მოიმარჯვე შენ ჩანგალი. მოდი პატარა ჩანგალი შენაღე დიც მეავიღებ. ორი მოგიტე ხო? კარგად ჭამო. ჰა? კარგად ჭამო. ხო რა. რაიცა. ეთრამეს გეტყვი ბატონო დავით, როცა სუფრაზე რაღაცებს გამოიყენებ. ჭამის დროს მოარიდე ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ლამაზი რა. სუფრას თავის ეშხი და ესთეტიკა აქვს. გამიგე? ზოგმაროთის ჭამს ხოლმე და თევზი მოდგა შიგა ფერფლზე რა არის? აი ეგ არის ყველა დიდი უზრდილობა. და ჭიქაში. თუ ვიღაცამ ეგეთი რამ ექნა შვილო. ეგ პატარა. ეგეთებს გვერდზე არ დაუჭდე რა. წინ ესე. მოდი აბა, საწინ. აი ესე წინ. რა წინ? გვერდზე არა წინ, აი მოპირდაპირე მხარ. მე რა მოვიდა მხარეს რა. აღარაფერი. აი დამანები რა თავი რა ბატონო დავით რა. გავსინჯე. თებში გაგი. არა, ეს ეგრე უნდა გავშტა, მე თებზე გადავიღე. მე ხარ არ ვიცი იმას იშოვინ თუ არა ეს რაც იეცა თუ ჯორჯია მოხდა, მაგრამ ის როგორი გემრიელია. მაშარაფენ არ უნდა. ეგ დავასხი უკვე. ნახა შემწვარი ციმინდის გემოცა ხარ რა? რაღაცა. ბოლის გემოაკ. აუ რა მაგარი გემრიელია. მოდი რა მე თებს ახალმოხებ ერცავს. წვადი და ეს რო იდეს ამას თუ არ შემეჭამა. არა, მწვადი ამასთან. თითქმის არაფერია რა. მოკლედ შეგიძლიათ მე შევუკვეთ, ამის იმას დავდებ მე. აბა ლინკს და ეს მოატაინეთ რა. შებოლილი მაინც. ყავისფერს არის? ყავისფერი გასინჯა. მოვკინჯი. ლიმონი მაინტერესებს, არ არ გამესინჯა. მე გასო მე ας მოყვი. თებში ახლო მეიტანი მომიხე ეს უზრდილობაა. აი კიდე რომ ჩანგრით მოგახ რაღაცა. ხელით მაშინ. მე კიდე არ მინახე ვიღაცა შემწვარი მოსაჭამდეს. ეგ გახი. აბა რა თუნდა მაშინ. გახი ეგა. მომისმინე. ხო. დაჭირე. საჭირი. ნუ ეკაჭი, შვილო ეგრე განწირული რა იყო. ომში ხო არა ხარ? ეს შეიწვა და ყავი აღარ იჭრება. აჰა. მე და ხელი არ მომაჭრა. როგორია შემწვარი? ჰა? მაგარია. თევზი დაუნაცვლე. მოდი. ქართულ კახეთს გავუმორე და იჭღანე, ხო? ქართულ კახეთს იმიტომ გავუმორე, მაგათი თამანდობით მინდა რა თქვა.
რავი, გორში არ ზღვარი, არ ალბათ საშენები აქვს რა. იმიტომ რომ ხიზილალა საიდან. ოღონდ როგორც ეთყობა, კაი რამე საჭმევ თევზს, იმიტომ რომ ბევრი თევზი მიჭამე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა გარემოში იზრდება, რანაირი წყალი და რა საჭმევ. მე უშუალოდ არ მინახევ რომ გემოაქვს ძალიან გემრიელი რა. ეხლა ამას ხიზილალა დავაყოლოთ, ჩემი მხრიდან იქნება უზნეობა და თქვენც ალბათ დავგმობთ. ამიტომ ამას არ ვიზამ და მე სხვა ვიდეო გადავიღოთ ამაზე. ხიზილალა მაინც არ მიყვას, მაგრამ მე მიყვარს. ხო, და მე შენათქვი შენი კომპეტენტური აზრი. მაი კაკეს გაუმორჩოს. მაგის დამადობით თელ საქართველოს გაუმორჩოს. და კიდე იცის გაუმორჩოს. ყველა მეთევზი. ალალ და პატიოსად ადამიანს. მეთევზებს გაუმორჩოს. მეთევზებსაც გაუმორჩოს მონადირეებსაც. მლესავებსაც, მშენებლებსაც, ტრაქტორისტებსაც. და ასე შემდეგ რა. აბა, შრომელ ხალხს. შრომელ ხალხს და აი ესეთი რაღაცის მოყოლ ადამიანებს რა. ზოგმა მითხეს, ბარჩანეთან ალკოჰოლს ატოსვაო. აზე ხა ტიპს გონია რომ ღვინო ალკოჰოლია. მე ვთხარი შენ мама ყამდა მეთქი? არაო, ხო და მეთქი იმიტომაც ალკოჰოლი გონია მეთქი. ვა. შეგენაცვალე რა. ესეთი ღვინო არ ამის რაღაცნაირი. კაკაბელო. კაკაბეთის ღვინო არის. ამით გამოგავშევთ მეგობრებო, ნახეთ. თუ ის მოწყობილო გინდათ, ლინკს დავდებ რა, ფასი ზუსტად არ მოხსნა, ძვირი არ აყიდა. სოსო. ჩამოტაინეთ, თქო თვითფრინავით არ ჩამოტაინოთ, იმიტომ ძიმია რა. სახმელთო გზით გამოვში, თქვენ ახევარში აქ იქნება. თუ გეჩქარებათ შეგიძლიათ, მაგრამ მაინც. თუ 30 ბირი დაგიჯდა შვილო, გაგიჟებულ ხარ. ჩვენი უთხად ეხა თუ ეჩქარებათ, რა ვიცი. თუ ეჩქარებათ, აქ შეაკვრევინო. კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეო.